გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის რასაკვირველია, რას ფიქრობს დღეს, რა იფიქრა, ასე ვთქვათ, დღეს ადამიანმა თქვენზე. წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი. თქვით მისი სახელი იმეორეთ გულში. ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად აირჩიეთ ეს ვიდეო. და ასევე თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. თქვენ ადამიანს კიდევ დავამატოთ ერთი კარტი. ესე თქვენი ადამიანი ამ მომენტში შეიძლება ითქვას ჩაციკლულია გამარჯვებაზე რაღაც მატერიალურ საკითხებში. აქ არის ფინანსები, აქ არის საქმეები, შესაძლებელია ბიზნესი, ფული. ამ მომენტში მისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და ასევე თქვენ, მისი ადამიანი. მე ვთვლი, რომ ეს თქვენ ხართ. ის ორიენტირებული, ასე ვთქვათ, გზაზე, ოღონდ ჯერ მას სჭირდება საკმარისი, ასე ვთქვათ, რაოდენობის ან თანხა, ან რაღაც მატერიალური, რომ, ასე ვთქვათ, თამამად და თავდაჯერებულად, ასე ვთქვათ, მოვიდეს თქვენთან. დაახლოებით ასეთი არის მისი სიგნიფიკატორი. ეს არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება ბიზნესის ან რაღაც თანხებთან დაკავშირებული საქმის მოგვარება და უკვე აგვარებს თითქმის. თქვენი სიგნიფიკატორი, თქვენის ძალიან გენატრებად, ძალიან გეყვართ, თქვენ იხსენებთ მასთან განვლილ პერიოდს, იმ დროს, როდესაც ის თქვენ გახარებდათ, როდესაც მას თვალებში უყურებდით, სადაც იყო სითბო, მზე, კარგი ამინდი, ასე ვთქვათ. და აქ არის თქვენი მხრიდან რაღაც სასიამოვნო ნოსტალგია. თუ დაემთხვა ძვირფასებო, თუ ასეთ სიტუაციაში ხართ დაახლოებით, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა სიტუაცია გაქვთ, საჭირო არ არის ნახოთ ეს ვიდეო და რასაკვირველია ასკროლეთ. ნახოთ რა არის თქვენს შორის ახლა. ბნება. თქვენ ცდილობთ, ასე ვთქვათ, გააღვივოთ სურვილი ორივე მხრიდან. ისიც ამას ცდილობს და თქვენც. უდიდესი მიზიდულობა, ნება არის თქვენს შორის და თქვენ ცდილობთ რაღაცნაირად მიიზიდოთ ეს ადამიანი. თქვენი გარეგნობით, თქვენი სილამაზით, ზოგჯერ თქვენი სიჩუმით. რა თქმა უნდა, აღარ გავახმოვანებ ყველაფერს, რასაც ეს არკანი გადმოსცემს და ის თვითონ თქვენი ადამიანი ცდილობს თავი მოგაწონოთ მისი, ასე ვთქვათ, მატერიალური შესაძლებლობებით, ფინანსებით, შესაძლებელია საჩუქრებით, გაგანებივროთ და ასევე მისი გარეგნობით. ეს არის თქვენს შორის ურთიერთ, ასე ვთქვათ, მოწონება. როდესაც ორივე მხარე ცდილობთ, რომ წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და უფრო მეტად მოაწონოთ ერთმანეთს თავი. კარგით. ვინც ამოიცანით თქვენი სიტუაცია და ვისთანაც დაემთხვა ძვირფასებო, თქვენთვის დღეს რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდებათ და გახსნით. ეხლავეთ ძვირფასებო. ადამიანი ფიქრობს რატომღაც, რომ არის გამოუვალ სიტუაციაში. გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა გამოსავალი ყოველთვის ყველაფრისგან არის
ის მაინც ასე თვლის და ფიქრობს, რომ ეს სიტუაცია რაღაც არის გაჭედილი თითქოს, თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი ნამდვილად, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და მან იცის, რომ თქვენც გრძნობა გაქვთ, ელოდებით მას. ის ფიქრობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს თქვენთან ერთად, ოღონდ მაინც ვერ მიდის საქმე წინ თქვენთან დაკავშირებით. მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, დღეს ასე ფიქრობს და წარსულზე ფიქრობს, რომ მოიქცა არასწორად, ასევე თქვენც არ მოიქეცით სწორად, რადგან წახვედით თითქოს მისგან, ან მისი სიყვარულისგან, ანუ თუ პირდაპირ მნიშვნელობით არ წასულხართ მისგან, მაშინ ის თulis, რომ რაღაც ემოცია აღარ გაქვთ მის მიმართ. და ეს არის ამ მომენტში ჩეხი მისთვის, ასე ფიქრობს. თუმცა სიყვარული აქვს თქვენს მიმართ უსასხრო. და მან იცის, რომ თქვენ ელოდებით. კიდევ რას ფიქრობს? გზაზე ფიქრობს. თუმცა გარისკვის ეშენია, რადგან აქვს მისი პრინციპები, ისევ ფინანსებს უკავშირდება, ისევ ფულს უკავშირდება, რაღაც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდება ეს და არა სასიყვარულო თემას, რატომაც ის არ რისკავს დღეს, ასე ვთქვათ, თქვენთან მოსვლას. ამაზე ფიქრობს. ეს არის სახლი, ეს არის რაღაც ფინანსები და მისი პირადი საქმეები. კარგით, ამის გარდა კიდევ დღეს რას ფიქრობს ის თქვენზე? ფიქრობს, რომ ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია და ასე ვთქვათ, ყველაფერი წინ არის მომავალში, ყველაფერი დაალაგდება და ასე ვთქვათ, მომავალი თავისით დაალაგებს ყველაფერს. თქვენს შორის, თქვენ ორს შორის რაღაც იმედგაცრუება არის. რაღაც გულის ტკივილი. მან იცის, რომ თქვენ რაღაც ტკივილი მოგაყენათ, თუმცა თქვენც არ დარჩეთ ვალში, შეიძლება სიტყვიერად რაღაცა თქვენ უთხარით ისეთი, რომ მას გულზე მოხვდა და ასე ვთქვათ, მის ეგოზე იმოქმედეთ. რაღაც ან ქცევით, ან სიტყვებით თქვენ. კიდევ რას ფიქრობს? ის ფიქრობს ვერფასებო, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს ირგვლივ, დაუშვათ იყოს რაღაც ბოროტი, ენები, ჭორები, манипуляციები, ასე შემდეგ. თქვენ ყველაფერს გადალახავთ, ყველა ბარიერს დაძლევთ, ყველა სირთულეს, ყველა სიცნილეს. რატომ? რადგან გეყვართ ერთმანეთი. გეყვართ ერთმანეთი, გჯერათ ერთმანეთის უსიტყვოდ. რა სიშორიც არ უნდა იყოს თქვენ შორის, რა მანძილიც არ უნდა იყოს, თქვენ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის და თქვენ მისი აზრით ბედმა, აი შეხედეთ, ეს არის ანგელოზი, ბედმა შეგახვედრათ და შეგაერთათ, ასე ვთქვათ, ერთმანეთს. ამიტომ ვერანაირი წინაღობა, ვერანაირი სირთულე და სიძნელე, ვერანაირი ტყუილები, ბოროტება და ცვიერება თქვენს სიყვარულს წინ ვერ აღუდგება, რადგან ეს არის წრფელი და ჭეშმარიტი. ასე? ოპტიმისტურად ფიქრობს ეს ადამიანი. კიდევ რა იფიქრა? თქვენ ხართ შეუდარებელი. თქვენ ხართ სანიმუშო ყველაფერში. როგორც ქცევაში, ჩაცმაში, თავდაჭერაში, გაიდეალებთ ეს ადამიანი. თქვენ ხართ იდეალური მის ფიქრებში. ის ასე თვლის და ასე ფიქრობს. ძალიან ბევრი ფანტაზიები აქვს მას თქვენთან დაკავშირებით. და შეხედეთ, აი 2 10-იანი, 10-იანი პენტაკლი და 10-იანი თასი. თქვენ ხართ მისი ყველაფერი, შეიძლება ითქვას. გესურვებთ წარმატებებს. პირად შემომწერეთ, პირად ტარო კონსულტაციაზე.